დასასრულს უახლოვდება ინიციატივა, რომელიც განხორციელდა ჩვენი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით. ეს ინიციატივა ითვალისწინებდა ჩვენი დევნილი ოჯახების ჩართულობას. დღეს ჩვენ გვაქვს მოსავალის დღე და ამ მოსავალს ჩვენ ვანაწილებთ ოჯახების მიხედვით, ვიმყოფებით ჯალაღონიების ოჯახში და აი ამ მოსავალს გადავცემთ ჯალაღონიების ოჯახს, რომელშიც დღეს და მომავალში გამოიყენებენ ამას და ასევე ჩვენ უზრუნველყოფთ ყველაფერს იმისათვის, რომ მსგავსი ინიციატივა განხორციელდეს და გაგრძელდეს და ჩვენ დევნილ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები მსგავს პროექტებში. აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სიბმა დევნილთა საარსებო წყაროების ხარდაჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო იმდანრე წელს განახორციელა სახელმწიფო მიზნობური პროგრამა, რომლის მიზანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ერთწლიანი კულტურის სიმინდის მოყვანა და მისი განაწილება განსაკუთრებული საჭიროების დევნილებზე. პროგრამა დაიწყო 2020 წლის გაზაფხულზე. ახლა მიმდინარეობს მოსავლის აღების პროცესი და მისი გადაცემა დევნილებზე. ეს დევნილები ძირითადად ცხოვრობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში და ამ დევნილებისათვის ეს იქნება გარკვეული შეღავათი არსებულ არც თუ სახარებრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის პირობებში. დევნილ მოსახლეობას გაეწია დახმარება კერძოდ სიმინდის მოყვანასთან დაკავშირებით. შეირჩა უკიდურესად გაჭირვებული სოციალურად დაუცველი კატეგორია. მთავრობა დაგვეხმარა შემოღობაში ტერიტორიის ხნათესვა. ამ პროცესში ჩართული იყო ათეულობით დევნილი და მათ შორის ერთ-ერთი მეც ახლა ვარ. ამ მხრივ მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობას დახმარებისათვის. ყველანაირი დახმარება გაგვეწია, რაც სიმინდის მოყვანასთან იყო დაკავშირებული.